სამყარო რას გვიჩვენებს, ნახოთ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. რას გვიჩვენებს დღეს ტაროლოგია, რას გვიჩვენებს დღეს სამყარო? როგორც ჩანს, წარსულზე ფიქრს ასრულებ. აღარ გინდა ამ წარსულში ყოფნა და ძალიანაც კარგი. წარსული ნერვებს გიშლის, მტკივნეული იყო წარსული, შენი წარსული. შენ ზურგს უკან ლაპარაკობენ, ჩემო კარგო. შენ წარსულზე საუბრობენ, შენ ახლანდელზე საუბრობენ. არავის არ აძლევ სიტყვების უფლებას. მაგრამ აი არ ღვევენ შენში ამ სტრესებით ყველაფერს არ ღვევენ. წონასწორობიდან გამოდიხარ, როცა გესმის, რომ რამდენად უსამართლოდ შენზე ჭორაობენ. იცი რატომ ჭორაობენ? ზურგს უკან საუბრობენ? იმიტომ რომ შენ ისეთი ხე ხარ, ხო? ყველაფრის მიუხედავად რა პრობლემებშიც აღმოჩნდი თურმე ამ ცხოვრებისეულ ბილიკზე, ყველაფრის მიუხედავად ისეთი ხე ხარ, ძლიერი ლამაზი ხე ხარ, რომელსაც ყველაზე მეტი ნაყოფი ასხეა. ირგვლივ ვინც ყავს, ანუ აი ხეს რომ შევადაროთ, ხო, ნაყოფიერი ხე ხარ. და ხომ იცით რომ ყოველთვის ასეთ ხეს უფრო მეტი ქვა ხდება ხოლმე ესვრიან რომ ეს ნაყოფი ჩამოაგდონ. ხო ხდებით რას ვამბობ? ეს ნიშნავს იმას რომ თქვენ რასაც აკეთებთ და აკეთებდით, ყველაფერს ფასი აქვს. ზრდაში ხართ. შეუმჩნეველი არასოდეს არ რჩებით. და აი ამიტომ გებრძვის ეს ხალხი და გებრძვის ძალიან ნეგატიურად მთელი თქვენი ცხოვრება. ვინაიდან ჯობი ხართ მათ და აი ეს ვერ გადაუყლაპიათ, ვერ გადაულახიათ, ხვდებით აბსოლუტურად რომ თქვენ მათზე ძლიერი ხართ ყველაზე. გებრძვიან, ხედავ ძალიან მაგრად. ძალიან გებრძვიან. რატო გებძვიან ძვირფასო? შენი სინათლე, შენი სიყვარული, შენი სინათლე, წარმოიდგინე, მათ აწუხებს, ძალიან აწუხებს შენი სინათლე. რატომ აწუხებს? ანუ მიჩვეულები არიან სიბნელეს თვითონ. რა ბოროტი ხალხია ირგვლივ, ძალიან ბოროტი ხალხია, მით უმეტესა ეს კაცი არ მომწონს ძალიან. რომელიც გებრძვის ელოდება, როდის დაიქცევი, ძალიან უნდა რომ ძალიან ცუდად იყო, არ ვიცი ვინ არის. შეიძლება ქალიც ამოდიოდეს ამაში, სხვათა შორის შავგრემანი, სტიქია, წყალი ხაერი, შეიძლება ხაერის, მაგრამ ასევე აქ მიწაზე დგას ეს ადამიანი, ხო? ჩიხში უნდა რომ გნახოს, ხვდები რომ დაგინახოს როგორ ჩიხში ხარ და ამ ჩიხიდან თქვენ გამორბიხართ უკვე გზა ნაპოვნი გაქვთ, ანუ თქვენს ირგვლივ მიუხედავად ამდენი ნეგატივის მაინც პოულობთ ახალ მზის სხივს და თქვენ თვითონაც მზე ხართ, ხვდებით? თქვენ სინათლეს ვერ უსწორებენ თვალს. ხო ხვდებით რას ვამბობ ძვირფასებო? დამიწერეთ მე კომენტარებში ვინ გყავთ ასეთი ბოროტი. ზედმეტად კაშკაშობთ. ვერაფერს ვერ დაგიშავებენ და გეტყვი რატომ აი ამ ქვების როლამ შეიძლება შენი ნაყოფები ჩამოაგდოს, ჩამოყაროს, მაგრამ შენს თქვენს ფესვებს ვერ დააზიანებენ ვერაფრით. თქვენ ძალიან ძლიერი ხართ. უძლიერესები ხართ და 10 პენტაკლში ხართ, ანუ დალოცვილი ხართ, მინდა გითხრათ აბსოლუტურად და მოიშორეთ ეს შიშები, რომელიც გაგაჩნიათ, რომელიც გაქვთ, ზოგს უძილობა გაქვთ საერთოდ. და გადმოდით აი ამ პენტაკლების ტუშში.
ხო, დადეკით ძალიან სწრაფად უნდა დადგეთ ახალ გზაზე. გადადით იქიდან, სადაც ვერ ცხოვრობთ, ვერ მოგწონთ, ან იმ სამსახურიდან ახალი უნდა ნახოთ, ან გზაზე უნდა წახვიდეთ. ერთი სიტყვით ახალი გზა გაქვთ. 6 ხვალია, ახალი გზა გაქვთ მეგობრებო და აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ახალი გზა. ბოდიში უკვე ძალიან ახლოს ხართ ამ გზასთან. იმოქმედეთ აუცილებლად. და თქვენს კვერთხების დედოფალა წარმატებები ყველას ჩვენთანაც.